მოგესალმებით მესტიიდან. დღეს არის 2026 წლის 15 ივნისი. ახლა მე მინდა გაჩვენოთ მესტიის ხედები და ხედები მესტიიდან მწვერვალებისა და მთების ხედები და გელაპარაკოთ კლიმატის გლობალურ ცვლილებაზე. მაგრამ სანამ დეტალურად გადავიდოდე ზემოხსენებულ საკითხებზე, სანამ დეტალურად დავიწყებდე ზემოხსენებულ საკითხებზე საუბარს, მოგიწოდებთ იმათ, ვისაც აქ ამ პლატფორმაზე, ამ აკაუნტზე ჩემი აქტიურობა საინტერესოდ და საზოგადოებისთვის სასარგებლოდ მიგაჩნიათ, რომ გამოიწეროთ, ანუ დააფოლოვოთ ეს აკაუნტი, დასვათ მოწონებები, ანუ ლაიქები და გააზიაროთ. იმ მიზნით, რომ თქვენ და უფრო მეტ ადამიანს რო გქონდეთ წვდომა, უფრო მეტად რო გქონდეთ წვდომა ამ აკაუნტზე არსებულ მასალაზე. ხუთმეტი ივნისია, როგორც მოგეხსენებათ. და აგერ ხედები, აქეთ ხაწვალის მთა, ხაწვალის კურორტი. აგერ თეთრულდის მიმართულება, აგერ თეთრულდი მწვერვალი დაახლოებით 4850 მეტრის სიმაღლეს ზღვის დონიდან. შეხედეთ როგორი სილამაზეა, ღრუბლები როგორ არიან განლაგებული. 15 ივნისია და შეხედეთ როგორ დაბლა არის თოვლი. აი ეს არის კლიმატის გლობალური ცვლილების პრაქტიკული გამოხატულება სვანეთის მაგალითზე. აგერ მწვერვალი ბანგურიანი დაახლოებით 3840 მეტრი ზღვის დონიდან. 15 ივნისი, აი 15 ივნის თოვლის ხაზი ასე დაბლა, ეს ალბათ საუკუნეში, რა ვიცი, ერთხელ თუ საუკუნეში შეიძლება მაქსიმუმ რამოდენიმეჯერ ხდება. ახლა რო უყურებთ თქვენ, აი ახლა მაგალითად იქ ხეობაში რო უყურებთ თოვს, ის შეიძლება იყოს ზღვის დონიდან დაახლოებით 2100 მეტრის სიმაღლეზე, მაგრამ იქ ჭრდილია და ვთქვათ უფრო შენარჩუნდა თოვი, თუმცა 15 ივნისისათვის ახლა 2100, თუნდაც 2200-იც რო იყოს, მაგრამ უფრო 2100 მეტრი იქნება ალბათ ის ადგილის სიმაღლე. ამ დროს თოვლი ეს უკვე მართლაც რომ შეიძლება ითქვას რომ საუკუნის მოვლენაა, მაგრამ ის ჭრდილის სადაც ჭრდილია ხეობაში. ახლა აქ თოვლის ხაზს რო ხედავთ, ახლა ზუსტად ძნელია თქვა თუ რა სიმაღლეა, მაგრამ ნუ 3840 რო ბანგურიანია. სადღაც აგერ ეს თოვლის ხაზი რომ გადის, ნუ მეტნაკლებობის პრინციპით რო ვილაპარაკოთ, დაახლოებით 2500-600 მეტრის სიმაღლე იქნება ალბათ. ნუ მეტნაკლებობის პრინციპით. ახლა იქით შეიძლება 2800-მდეც იყოს, მაგრამ ახლა ეს ადგილები სადღაც 2000, აი აქ რო არის თოვლის ხაზი, 2500-2600 მეტრის სიმაღლეზე იქნება დაახლოებით. რაც ახლა ამ ფერდებზე ასე დაბლა თოვლი თან მინდა შეგახსოვოთ, ახლა ეს თოვლი რაც მოჩანს ახლა ამ ადგილებში, რამენასაც გაჩვენეთ თოვლის ხაზს და თუნდაც იმ ხეობაში, ეს არ არის მყინვარი. ეს არის ჩვეულებრივი თოვლი, თორემ მყინვარი რო იყოს, ნუ მყინვარი მოგეხსენებათ ის მრავალათასწლოვანია, რომელიც არ დნება და წესითა უნდა დადდეს, თუმცა კლიმატის გლობალური ცვლილებიდან გამომდინარე, მისი ხაზი ზევით მაღლა მიიწევს. ანუ უფრო და უფრო დნება მყინვარები. ანუ ჩვეულებრივი თოვლი. ახლა მე მინდა თქვენი ყურადღება გადმოვიტანო, თან აგერ მესტიას შეხედეთ, როგორი სილამაზეა აქეთ. ლანჩვალის უბანი, აგერ მესტიის ცენტრი ჩვენს პირდაპირ, აგერ ხედავთ მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და მერიის შენობას და აქ ელეხთაგის უბანი და აქეთ ლენჯერის მთა, ლენჯერის ადმინისტრაციული ერთეულის მთა. ახლა უყურეთ, ეს წერტილი ყველაზე უმაღლესი წერტილი რაც აქედან ჩანს, დაახლოებით 2700 მეტრის სიმაღლეა. და აქ თქვენ ხედავთ, რომ თოვლის მცირედი ნაწილი ჯერ კიდე შენარჩუნებულია. აი თეთრად რომ მოჩანს. ახლა ეს არის ზღვის დონიდან, ახლა ზედა წერტილი თუ არის 2700 მეტრი, ახლა ეს წერტილი სადაც თოვლი მოჩანს, პატარა თოვლის ნაწილი, ეს არის დაახლოებით 2500-2600 მეტრის სიმაღლეზე იქნება ზღვის დონიდან. ახლა ამ ტერიტორიაზე თოვლი მაისის ბოლოს იქით ძალიან იშვიათობა რო ყოფილიყოს შემორჩენილი. ნუ თქვათ პირველი 2
3 ნუ მაქსიმუმ 4-ში თუ იქნებოდა ეს მაგალითად მე საერთოდ არ მახსოვს 4 ივნის ახლა ამ თაზე აქით ამ ხარეს რაც აქიდან ჩანს ანუ მზის გულზე ეს არის მზის გული თოვლი რო შემორჩენილი ყოფილიყო და ახლა შეხედეთ 15 ივნისია და დაახლოებით 2500-2600 მეტრის სიმაღლეზე და მზის გულზე ანუ მზის მხარე არა ჩრდილის მხარე არა ვთქვათ ნაქარალი არა ნაზვავარი ასე ვთქვათ არამედ ჩვეულებრივი თოვლი მზის მხარეზე დაახლოებით 2500-2600 მეტრის სიმაღლეზე 15 ივნისს ეს ალბათ საუკუნეში შეიძლება არც მომხდარა ან თუ მომხდარა ერთხელ ან რამოდენიმეჯერ მაქსიმუმ. აი ეს არის კლიმატის გლობალური ცვლილება. ახლა შეხედეთ დაახლოებით იგივე სიმაღლეზე აქაც გადის თოვლის ხაზი, მაგრამ ზოგადად უმეტეს შემთხვევაში აქით ამ ხარეს უფრო მეტ თოვლს დებს, იმიტომ რომ შეხედეთ აქ მაღალი მწვერვალებია, თანხეობებია და უფრო გროვდება თოვლი უმეტეს შემთხვევაში. ისა უფრო გროვდება ღრუბელი და ნალექის სახით უფრო მეტი თოვლი მოდის ახლა იქით ფერდებზე, ვიდრე აი ამ ფერდზე, მაგალითად ახლა ლენჯერის მთის ფერდი რო განახეთ და იმიტომ იქაც გასაკვირია ამ დროზე ასე დაბლა თოვლის ხაზია, ესე საუკუნის მოვლენაა, მაგრამ საუკუნის იშვიათი მოვლენაა, მაგრამ აი ამ ადგილას ლენჯერის მთის მზის მხარეზე, ანუ მზის გულზე, ლენჯერის მთის ფერდზე, მზის გულზე დაახლოებით 2500-2600 მეტრის სიმაღლეზე 15 ივნისს ეს არის მართლაც რო საუკუნის მოვლენა, იმიტომ გავაკეთე ეს გადაღება, რომ ჩემი აზრით ასეთი კადრები მართლა რო საუკუნის კადრებია და ასეთი კადრები გადაღებული უნდა იქნეს, იმიტომ რომ რა ვიცი ახლა თუ კლიმატი ძალიან არ შეიცვალა, ასეთი შემთხვევა შეიძლება მრავალი 10 წელის განმავლობაში მეტი არ გამეორდეს, თუ რა ვიცი კლიმატის ასე ვთქვათ შეშლილი ტემპით ცვლილება თუ არ გაგრძელდება. და იქითაც ახლა თეთრუნდის ხარეს რო გაჩვენებთ, იქითაც იგივე სიმაღლეზე უფრო თოვლიანია, იმიტომ რომ მაღალი მწვერვალებია და უფრო ზოგადად ერთი და იგივე სიმაღლეზე აქ თეთრუნდის ხარეს უფრო მეტი თოვლი დებს, ვიდრე აქით ბანგურიანის ხარეს, რადგან იქ უფრო მაღალი მთებია და უფრო მაღალი მწვერვალებია და უფრო გროვდება თოვლი, ხოლო და ნალექის სახით აქედან გამომდინარე მეტი თოვლი მეტ თოვლს დებს იქ უმეტეს შემთხვევაში, ხოლო აქ იგივე სიმაღლეზე უმეტეს შემთხვევაში უფრო მეტ თოვლს დებს ვიდრე აქ ლენჯერის მთაზე. და სწორედ იმიტოა რომ ახლა ისიც გასაკვირია თეთრუნდის მიმართულებით რომ ასე დაბლა არის თოვლი ამ დროზე 15 ივნისს. ესეც გასაკვირია ბანგურიანის მიმართულებით ფერდებზე, ნუ იქაც ფერდებს გულისხმობდა, აქ ფერდებს ქვედა ფერდებს გულისხმობდა, აქითაც ქვედა ფერდებს ამ დროზეო თოვლია, ესეც გასაკვირია, მაგრამ იქით ლენჯერის მთის მიმართულებით ლენჯერის მთაზე პირდაპირ სადაც მზე იქაც ადგება, მაგრამ იქ შეხედეთ ზოგან იქით არის შეჭრილი ქედი, ზოგან აქით არის შეჭრილი, აქედან გამომდინარე ზოგან უფრო მზის გულზე გამოდის, ზოგან უფრო ნაკლებად და აი ახლა ეს ადგილი მე რასაც გაჩვენებთ, აი პირდაპირ მზის გულზეა და მიუხედავად ამისა 2500-2600 მეტრის ფარგლებში ნუ მაქსიმუმ 2600 მეტრი ახლა ის წერტილი ნუ დაახლოებით 2700 არის ზედა წერტილი და მაქსიმუმ 2600 მეტრის სიმაღლეზე ახლა 15 ივნისს რო თოვლი დევს, ეს დაახლოებით 2 კვირით უფრო გადაცილება მაინც გამოდის თოვლის დადნობის შედარებით უფრო თოვლიან წლებში რო იყო იმასთან შედარებით. თორე იყო შემთხვევები, როდესაც მაისის ბოლოსკენაც უკვე დამდგარი იყო იქით, მაგრამ აი იშვიათად იყო რომ პირველი 2-3 მაქსიმუმ 4 ივნისამდე გაეძლო იქ თოვლს არ დამდგარიყო და დღეს 15 ივნისია. აი ეს არის პრაქტიკული გამოვლინება იმისა, რომ აი სვანეთის მაგალითზე რომ სოფლიოში არის კლიმატის გლობალური ცვლილება. აი შეხედეთ დატკბით ამ სილამაზით, როგორი სილამაზეა. ასე რომ მე არაერთხელ მithქვია, კვლავ ვიმეორებ, რომ საქართველო არის სოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი ქვეყანა, სვანეთი არის საქართველოში ერთ-ერთი ულამაზესი ადგილი, აქედან გამომდინარე შეიძლება ითქვას, რომ ახლა მე ვიმყოფები სოფლიოს ერთ-ერთ ულამაზეს ადგილას, ანუ საქართველოში, ანუ კონკრეტულად სვანეთში, ანუ კონკრეტულად ამ შემთხვევაში დაბა მესტიაში. ასე რომ მოგიწოდებთ, ვისაც გიყვართ მთებში მოგზაურობა, გიყვართ მთები, გაქვთ საშუალება ეწვიოთ სვანეთს წლის ნებისმიერ სეზონზე. სვანეთი არის ზღაპრული სილამაზის ადგილი წლის ნებისმიერ სეზონზე.